როცა სინათლე ქრება და გონება იძინებს, ჩვენი სული იწყებს ლაპარაკს. ის აღარ არის შეზღუდული სხეულით, სოციალურ როლებითა და მორალის კანონებით. სიზმარში ჩვენ ხდებით ის, ვინც სინამდვილეში ვართ. და ამ ველში ყველაზე ღრმა სიმართლე იმალება. კოშმარი ეს არ არის უბრალოდ მტკივნეული ან საშინელი სცენა, რომელსაც გონება გთავაზობს. კოშმარი არის სიმბოლური ცეცხლი, რომელიც წვავს ჩვენი ფსიქიკის ყველაზე ბნელ კუთხეს. ის არის ჩვენივე ჩრდილის სახე. ის, რაც უარ ვყავით, რაც დავმალეთ, რაც არ გვინდა რომ ვაღიაროთ. კარლ გუსტავ იუნგი წერდა: სანამ არ გააცნობიერებ საკუთარ არაცნობიერს, ის წარმართავს შენს ცხოვრებას და შენ ამას ბედს დაარქმევ. კოშმარიც სწორედ ესაა, არაცნობიერის ხმამაღალი ღრიალი. ფროიდისთვის სიზმარი იყო სურვილების დაფარული ასრულება, ხოლო იუნგისთვის მიწვდომა სულიერ სიმართლისკენ, გზავნილი თავშესაქცევად შეფუთული სიმბოლოებით. მაგრამ კოშმარი არის ის მომენტი, როცა შენი გონება გეუბნება, შეჩერდი და შეხედე. შეხედე იმას, რაც გტკივა. შეხედე იმას, რასაც მთელი ცხოვრება გაურბოდი. შეხედე საკუთარ სისუსტეს, შიშს, ბრას, სურვილებს დანაშაულს მიტოვებას სიკვდილს. ძილისას ტვინის ლოგიკური ცენტრები ითიშება, ხოლო ემოციური უბნები აქტიურდება. სწორედ მაშინ ტკივილი იღებს სახეს. ეს შეიძლება იყოს სახლის დაცვა, წყალში ჩაძირვა, დევნა, ცხოველური ურჩხული ან გარდაცვლილი ახლობელი. მაგრამ ეს ყველაფერი სიმბოლოებია და შენ უნდა გაიგო მათი ენა. ცნობილი იუნგიანელი ფსიქოლოგი ჯეიმს ჰილმანი წერდა: ფსიქიკა თავად ქმნის დაავადებას, რომ განიკურნოს. ასევეა სიზმარშიც. კოშმარი გკლავს, რომ გვაცოცხლოს. არ უნდა გაურბოდე მას. უნდა მიუახლოვდე მშვიდად, თავდაბლად, დაგვირვებით. ყოველ კოშმარში იმალება რჩევა, გაფრთხილება ან გამოუთქმელი ტკივილი. თუ ეშმაკი გელაპარაკება სიზმარში, იქნებ საკუთარი წარსულის იმ ნაწილს უყურებ, რომელიც დაგავიწყდა. თუ დაგდევენ, იქნებ სინამდვილეში შენ გარბი ხარ საკუთარი ცხოვრებიდან. თუ იღუპები, იქნებ რაღაც შიგნით უკვე მოკვდა და ახალი უნდა დაიბადოს. იუნგი ამბობს, რაც არ განვახორციელეთ ჩვენს ცნობიერ ცხოვრებაში, მოგვადგება როგორც ბედის წერა. იუნგის მთავარი კონცეფცია ჩრდილი, the shadow, კოშმრის ძირეული წყაროა. ჩრდილი არის ის, რაც არ მოგწონს საკუთარ თავში. ეს შეიძლება იყოს ბავშვობის ტრავმა, რაც დაგავიწყა საზოგადოებამ, მშობლებმა ან რელიგიამ. მაგრამ ჩრდილი არ ქრება. ის ილექება ფსიქიკის სიღრმეში და გელოდება სიბნელეში. და როცა ყურადღებას აღარ აქცევ, ის მოდის, როგორც სიზმარი, როგორც კოშმარი და გეუბნება: მე ვარ შენ, შემომხედე. იუნგი წერდა: შენი ხედვა გახდება მკაფიო მხოლოდ მაშინ, როცა საკუთარ გულში ჩაიხედავ. ის, ვინც გარეთ იყურება, ოცნებობს. ის, ვინც შიგნით იყურება, იღვიძებს. ყველა კოშმარი მიგიყვანს ცენტრისკენ, იქ, სადაც განძიდევს. ისევე როგორც გმირის მითი გვიამბობს, რომ გმირი უნდა შევიდეს ბნელ გამოქვაბულში, შეხვდეს ურჩხულს და მხოლოდ მისი დამარცხების შემდეგ იპოვის ოქროს. ასევეა ფსიქიკაშიც. შენ უნდა შეხვდე საკუთარ ურჩხულს, შიშს, დანაშაულს, მიტოვებას, რათა იპოვო შინაგანი სიმშვიდე. ეს პროცესი არ ხდება ერთ ღამეში, მაგრამ ვინც კოშმარს უსმენს, მას აღარ ეშინია ცოცხლად მყოფობის. კოშმარი არ არის მტერი, ის მასწავლებელია, მკაცრი, ბნელი და სავსე სიმბოლოებით. თუ მას მოусმენ, ის გახდება შენი სამუდამო გზამკვლევი.